პრობლემა აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ მიეცილ მხოლოდ ბედნიერი ცხოველები ვჭამო და ამასთან დაკავშირებით ამან გამოიწვია საკმაოდ დიდი უნებათა ღელვა ჩემს 40 მეყურებელში. მოკლედ, იმის დაკონკრეტება მინდა ხალხო, რომ პირველ რიგში ერთი ყოველდღიურად ვალიდური და სანდო და ანუ ასე ვთქვათ, რეალობასთან ახლოს ნაცის კომენტარი რაც იყო ის, რომ როგორ შეგიძლიათ რომ გაზარდოთ ცხოველი თბილად, რაღაც ეფერებოდეთ, საჭმელი მიქონდეთ, მეგობრულად ზრდიდეთ, როგორც აი ზალხს და კატას და მე როგორ შეგიძლია რომ დაკლო და შეჭამო. აქ რამდენიმე რამდენიმე ფაქტორია ყურადღება განსამახურებელი. პირველი ფაქტორი არის ის, რომ მე არ გულისხმობ, რომ ეს ცხოველები უნდა გაზარდონ როგორც ზაღლი და კატა, ხო? ანუ მთელი დროის კალთაში გეჯდეს და მაგასთან ერთად გეძინოს და მე ადგე და დაკლო და შეჭამო. ამ ტიპის კომფორტზე მე არ ვსაუბრობ. და საერთოდ კომფორტი და როგორც შინაური ცხოველი გაზარდო, როგორც ზაღლი და კატა გაზარდო, ორი სხვადასხვა რაღაც არის. კომფორტში გაზრდა არ გულისხმობ. მე პირადად კომფორტში გაზრდაში გულისხმობ იმას, რომ კონდეს ელემენტარულად საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელი და ადეკვატური კონდეს საკმარისი საკვები გაიზარდოს ბუნებრივ პირობებში და არა მაგალითად ფაბრიკა-ქარხნებში, სადაც გავრცელებული ინფორმაცია, რომ შუქი არ ითიშება საერთოდ იმისთვის, რომ ქათმებმა ვერ გაიგონ როდის დღე და როდის ღამე და მუდმივად დონკვერცხი, როდესაც აი ამ ხელა გალიაში იზრდებიან ქათმები. და არა მხოლოდ ქათმები, ძროხები, ღორები და ასე შემდეგ. ანუ აი და მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე მინახავს სოფლებშიც. ანუ მე როცა ვამბობ, რომ ჩვენ უნდა მივეძალოთ, ასე ვთქვათ, სოფლის პროდუქციას, მე არ ვამბობ იმას, რომ სოფელში ყოველთვის დაცულია ეს მაღალი სტანდარტი ცხოველების მოვლის და გაზრდის მაღალი სტანდარტი. არა, იმიტომ რომ მე მინახავს არა ფაბრიკა-ქარხნებში, როდესაც აი ამ ხელა გალიებში ზრდიდნენ ცხოველებს და ეს არის ყოლა დაუშვებელი და მიუღებელი. მაგრამ მე ვამბობ ზოგადად რაც ხდება ფაბრიკა-ქარხნების უმრავლესობაში, რომ ამ ცხოველებს კი არ ზრდიან, აწამებენ. ხო, შეიძლება რომ უბრალოდ შეიძლება კიდევ ერთხელ ვამბობ, ყოველდღე ყურის ძირში არ გეჯდეს სახლში და ზამთარში სახლში გამეთბობელთან არ ზრდიდე ძროხას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ელემენტარულ საარსებო პირობებს რომ უქმნი, ელემენტარულ ჯანსაღგარემოს რომ უქმნი და მე გინდა დაკლო და გინდა შეჭამო, ამაზე არ არის საუბარი. უბრალოდ არ უნდა აწამო და არ უნდა ჩაგდო იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც აგდებენ დღეს თადარმოების უმრავლესობაში. და რეალურად აი ამაზე იყო ხაზი გასმული და არა იმაზე, რომ არ ვიცი, მართლა როგორც შინაური როგორც ზაღლი და კატა ისე გაზარდო და მე წახვიდე და დაკლო და მისგან ჩაკაფული გააკეთო. მაგრამ გარდა ამისა არის კიდევ ერთი შემთხვევა, რომ კი არ კლავა მათ. შეიძლება ჩააბარო და არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ძალიან უყვარდებათ ფერმერებს ცხოველი და ჯერ დაბერებამდე არ კლავენ. თან სანამ თავის სიკვდილით არ მოკვდება და ან მაგალითად შეიძლება კონკრეტულად დაკლის პროცესი თუ ვერ გაგიჭირდება, ადგე და ჩააბარო. ან რაიმე მსგავსი მოვიფიქრო. ან მე ყოველ შემთხვევაში იმის თქმა მინდა, რომ აი ეს რაც ხდება ფაბრიკა-ქარხნებში და რაც იგივე მე შეგვიძლია განვაზოგადოთ ჩვენ იგივე არის KFC-ზე, McDonald's-ზე, არ ვიცი ნებისმიერ Dunkin' Donuts-ზე კი, სადაც აი ამ სწრაფად ხდება გადამუშავება და ეს ყველაფერი ხდება უდანაშაულო ცხოველების ხარჯზე, რომელზეც კიდევ ერთხელ უსასტიკეს ექსპერიმენტებს ატარებენ. ეს ექსპერიმენტები უფრო მედიკამენტოზურ და ფარმაკოლოგიურ და მაგალითად თავისმოვლის საშუალებებთან არის დაკავშირებული ექსპერიმენტები. მაგრამ აი ეს გაზრდა ყოველდღიური უკავშირდება აი ამ ჩვეულებრივი უდანაშაულო ცხოველების, რომელზეც ადამიანს კონტროლი აქვს, მათი მაქსიმალური ინსტრუმენტალიზაცია, როგორც აი ამ ფინჯანს, ახლა მაგალითად თავისუფალი არც ნება აქვს, არც შეგრძნება აქვს, არც აზროვნება აქვს და როგორც მინდა ისე მოვექცევი და არაფერი არ დაშავდება, ეხლა მე რომ მომინდეს და ეს ფინჯანი რომ დაბამსხვრიო, არაფერი არ დაშავდება ამით. გარდა იმისა, რომ ხო, რაღაც რესურსი გავაფუჭე, მაგრამ მე რო ავდგე და ქათამი ვაწამო და წამებაში მოკლა, ამით დაშავდება, იმიტომ რომ იმ ქათამმა რაღაც იგრძნო. აი ამაზეა საუბარი. და არა იმაზე, რომ ყურის ძირში გავიზარდოთ და არ ვიცი. დღე და ღამე მათთან თამაში გავატაროთ და მათზე ზრუნოში და მე წავიდეთ და დავკლო და შეჭამო. და არა, უბრალოდ ნორმალური პირობები უნდა შევქმნა. ისეთი სტანდარტით უნდა შევქმნა შინაური ცხოველების პირობები, როგორც ადამიანს შეფერის და როგორც ადამიანებს გვიკადრება, რომ ვუქმნიდეთ ჩვენზე სუსტ და შინაურ ცხოველებს პირობებს და არა სხვა რაღაცეებზე.